მოგესალმებით, მოგესალმებით ბანო შოუ მთავარ იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. ვიწყებ თემით, რომელიც აგერ უკვე 2 თვეა ქვეყანაში ყველაზე აქტუალურია. გლანის ციხის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს რაღაცა ფორმით დაესაჯათ გორის კლინიკაში მყოფი მესამე პრეზიდენტი. მოიფიქრეს ასეთი რამ, რომ შენ რო ეხლა გლანში წნევის აპარატი გაგვიტეხეო, ამის გამო ტელევიზორს ჩამოგართმევთო. ნუ ამაზე რბილად რომ ვთქვათ, არ დათანხმდა სააკაშვილი და ამის შემდეგ ადგენენ და ბევრი იფიქრეს და რა მოიფიქრეს, იცით? 70 ლარი დააჯარიმეს. ეს იმდენად რა გითხრათ, იმდენად მელოჩნიკი სასტავია, შეიძლება უცბად ადგენენ და ფეხსაცმელები დაუვალონ მიხეილ სააკაშვილს, რომ პალატაში არიაროს. იმიტომ რომ მაინც მიშა სიარული ხო მაინც საქმის კეთებასთან არის ასოცირებული და შეიძლება რომ სიარული შეიძლება მეტპერსონალი მოისყიდოს. მიხვდი რა შეიძლება. ყველაფერზე ფიქრობენ, ყველაფერი აქვს გათვლილი, გაწერილი. კარგი, ამ 70 ლარს გადაიხდის მიშა, მაგრამ პროკურატურამ ისეთი ფინანსური დარღვევები ამოუგდო სააკაშვილს, რომ იმას არ ვიცი რა გადაიხდის. ნუ კერძოდ პროკურატურამ დაადგინა, რომ ჰილარი კლინტონს საპრეზიდენტო ბიუჯეტიდან უყიდეს არც მეტი, არც ნაკლები ენერგეტიკული სასმელი რედბული. მარტო რედბული? რედბულის დაალებინა გენაცვალე სახელმწიფოს ხარჯზე. კაი, უმწვანელო მთიულური ხინკალიც აჭამა და რომ იფრინავდა, კაი, 3 იაშიკი ტარხუნის ლიმონადი ჩაუდო, ეს მე რაც ვიცი. აი ნაღდი რაც ვიცი, იმიტომ რომ ეს ტარხუნის ლიმონადს ყველას ატანდა, მის შემდეგ ხო ვიცი, უყვარს ყველა, ვინც გასიჯავს, ახლა ტარხუნას ვინც გაშიძავს, ხო ქართულია ტარხუნა. კარგია და იმას ატანს ყველაფერს, ყველას ატანდა და ნუ ბევრია ეგეთი საქმეები, კიდე ბევრიც ამოყრია. ამით მხოლოდ მიშა კი არა, ჰილარი კლინტონის საერთაშორისო იმიჯი შეილახება, მინდა გითხრათ. აბა რა ეგონა ჰილარის ცხელამინჩი ქართველი ხალხის პულით ნაყიდი ცივი რედბულით რომ ჩაიკოკლოზინა ყელი. რა საჭირო ეს ზვირიანი სასმელები? უყიდე რა ჰილარი ლარიანი ენერგეტიკული სასმელები ხო არის? რატო არ უყიდეს რა? რა ვერ დალევდა თუ რა? აი ხო იცით რომელი ლარიანზე გელაპარაკებთ? აი ლარიანი ენერგეტიკულები რო იყიდა, აი როსვამ და თან ორგანიზმი რო დნება. ხო იცით ეგ ენერგეტიკული არსებობს ეგეთი ენერგეტიკული სასმელები. თვითონ ორგანიზმში გძნობ რომ რაღაცა დაგიდნა. რო დალევ. აი ასეთ თემებზე მსჯელობდნენ სასამართლოში. ქართული სასამართლო რომ მოწოდების სიმაღლეზე ამაზე რუსთავიორის საქმეს მეტყველებს 2 დღის წინ აქიმიძეს და დვალს სასამართლომ არ დაუკმაყოფილა სარჩელი და განაცხადა რომ ქიბარ ხალვაში არის კეთილსინდისიერი მყიდველიო. როგორი სიტუაცია ისეთ მაგალითად აი ადამი და ევა რო ითხოვდნენ რომ ვაშლის ხე ჩვენიაო და დაგვიბრუნეთო და სასამართლომ გველი რომ კეთილსინდისიერ მყიდველად რომ დაასახელოს აი ზუსტად აი ესეთი სიტუაცია იყო სასამართლოში. აქტიურად მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე უკვე მე-6-ად დაიბარეს ოპოზიციის ლიდერი ნიკანორ მელია. მოკლედ მელიას ვაქცინასავით აქვს გამოწერილი სახელმწიფო გადატრიალება. ორჯერ ხომ ხოდა სასამართლო ამ მუხლით. ახლა სახელმწიფო გადატრიალების ბუსტერ დოზა უწევს ამჟამად. და საერთოდ სულს მინდა მივმართოთ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ მუხლს შეუცვალეთ სახელი და დაარქვით სახელმწიფო გადმოტრიალების მუხლი. იმიტომ რომ სახელმწიფო კარგა ხანია გადატრიალებულია უკვე, გაიგე და ხო და ეხლა აი ეს ვარიანტია რა, რომ უკანა გადმოტრიალდეს, რომ გადატრიალებულია, უკვე გადმოტრიალების უნდა დავარქვათ რა. ვიხდი, აი ეგ არის, ეგ ვარიანტია რა. ხო და რა ვიცი ახლა, რავი, არ მოგეწონათ ახლა, არ მოგეწონათ ეს იაფასიანი იუმორი. გადატრიალება და გადამოტრიალება ნუ ვერა ხო? კარგი, დახვეწილი და რაფინირებული და ჭეშმარიტად ინტელექტუალური იუმორი თუ გაინტერესებს, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. მოდით ვნახოთ როგორ მიმართა დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ საკრებულოს ხტომის გახსნაზე ოპოზიციონერ დეპუტატ საბა ბუაძეს. ვნახოთ ფოტო. სახში იციან აქ რო ხარ. ნახე როგორ უთხრა, ვა საღოლ კახი იმდა დაარტყი. ოპ! აიგრე, ოპ! ეგრე ეს ვარიანტი კარია ესა. აი საკრებულოს ხდობა ხო იცით როგორ უნდა გაგეხსნა იცი კახი ან ესე გახსენის ხდობა კახი მე რომ მივხარ მეორეთაც ხო მივხარ დაროა ბიჭებს ტუფლები გვიჭერს აი რაღაცა მაგარი როჯა კახი მაგრა ხო ხარ კარგად კახი ისე როგორ ხარ ხო ხარ გასგასული ბორჯომივით ეს კაი ვარიანტია ეს კაი მაგარი ვარიანტი იყო ესა ეს კაი დაიმახსოვრე ეს დაიმახსოვრე მივხარ
იმას უთხარი რომ მიხვალ რა იქა. იმას ის მეორე ის რო არის რა ეს ტიპი რო არის ისე რა ცოტა დიდი ბიჭი როა იქით რა. კაი იყო ეს რა. ისე სხვათა შორის დახვეწილად ეხუმრა ხო ხტები ხო როგორ დახვეწილად შენ მოიფიქრე კახი თუ გახდა ვინმე. ეს არის უხარისხო იუმორის ნიმუში ძირფასო მეგობრებო ისეთია როგორებისა მაგალითად შეჭავრაბეს შევჭავრა რატო არ შევჭავრა ეს პირი დაცემით კი არა მაგ გახეული აი ეგეთი არის კიდევ კარგი ბუაძეს არ უთხრა ბუაძეს არ უთქვამს რა არისო რას მეუნები ბიჭო თორე კალაძეს იუმორის ხარისხის სკალას თუ შევხედავთ აუცილებლად ეთყოდა შენი ბიჭი ტყეში დარბის უეჭველი ეთყოდა მიხდი ეგეთი ვარდი ეს ვარიანტის კაი ვარიანტია კახი მინდა კახის მიმართო შეკაი ადამიანო ამ ხელა პიარ სამსახური გაქვს მერიაში ერთი იუმორის სპეციალისტი ჩაამატი იმ შტატში ხო შეიძლება რა რომ ეს მილანში წასვლამდე იუმორი რომ იუმორიდან რომ გადმოგაწყოს ცოტა აქვია ტრენდულ იუმორზე რა აი რა ვიცი აი რაღაცა მოიფიქრე რა რაღაცა ხო რა სიტყვი ჩემი კუჭი მკორტნე მაგათ ეცინებათ ახლა ეს ამაზე. ჩემი კუჭი მკორტნე, რასით. მოკლედ ორ მოგებულ ლიგას მილანში შეჭილთ მას არმანის პიჯაკს და დოლჩე გაბანას ფეხსაცმელს ვაგზლის იუმორს რანაირად უხამებს ეს კაცი. აი აზზე არა რა. ქალაქი მერად ყავს არმანის წყავში გახული გადაჩენდი აქედან. კახი მხოლოდ იუმორით არ გამოირჩევა, მას სენტიმენტალური ფრაზების მოფიქრებაც შეუძლია გუშინ მაგალითად ასეთი ფრაზა თქვა. შემოგთავაზა ერთი სიტყვით დარწმუნებული ვარ, რომ გულში ყველას მოგწონთ, რაც გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაშიო. სასტავ, სიო მორჩე გაგშიფრა. აზრი აღარ აქვს კრიტიკას, მიხვდა რომ გვევასება. მიხვდა კახი რომ გვევასება. ისე რომ დაუკვირდეთ, არა გამორიცხული რომ გულში მართლა ყველას მოგწონდეს, რაც გაკეთდა ამ 4 წელიწადის განმავლობაში, უბრალოდ გულის ქვემოთ ხომ კუჭია. და კუჭი ისეთი დაცარიელებულია, ვეღარ აწვის გულს იმდენად საკმარის სისხლს, რომ ბედნიერება გულამდე აიტანოს. მიხვდი კახილაშია საქმე და ეს რამინაირად უნდა გვაპატიო. მოდი მართლა ნუ დაუკარგავთ ქართულ ოცნებას, კარგ საქმეებს, მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივით 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების პენსია გაიზრდება და 1 იანვრიდან იქნება 300 ლარი. არ მოგესმათ მეგობრებო, მთელი 300 ლარი იქნება პენსია. მე მგონი ცოტა უნდა დაფიქრდეთ, მთავრობასაც მინდა მივმართო, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას, იმიტომ რომ საფრთხეებს ხომ არ შეიცავს ეს თქვენი ინიციატივა, ხვდებით? არ გეშინიათ რომ აქვია რომ პენსიაზე ამხელა დანამატის შემდეგ ქვეყანაში მასიური დაბერება დაიწყება. აი ესეც ხო არ უნდა გავითვალისწინოთ რომ სწრაფად აიღოს ხალხმა ეს გრანდიოზული პენსიები. მშვენიერი ინიციატივაა. აი მართლაც როგორც იქნა დაფასდა მოხუცი ადამიანი. მართალია ეს თანხა წამლებში მაინც არ გეყოფათ, მაგრამ ისეთი ტემპებით მიდის პენსიის ზრდა, ეს 20 ლარი და 20 ყოველწლიურად, რომ სავარაუდოდ 2030 წლისთვის ამაყად შეაღებთ აფთიაქის კარს. კიდევ 8 წელიც გაძელით უწამლოთ ჩემო მოხუცებო და მე უკვე ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა აღარ გექნებათ, მინდა გითხრათ. მე გაძლევთ პირობას. მოდი ახლა ცოტა გონება გავავარჯიშოთ. და ერთი საინტერესო კითხვას დაგისვამთ. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ყურადღება კითხვა. ხელი ჩამოვართი ტანით მომცრო ასულს, მაგრამ მის ხელში ძალა ვიგრძენი. ვის მიმართავენ ამ ფრაზით? A. ურჩხული მიმართავს ბზეთუნახავს, ზღაპრიდან ბზეთუნახავი და ურჩხული. B. კინგ-კონგი მიმართავს მშვენიერ ენს, ფილმიდან კინგ-კონგი. G. ლადო კახაძე პარლამენტის ხტობა და დარბაზში მიმართავს თეატრ-ლუკიას. ყურადღება სწორი ვერსია ვნახოთ ვიდეო. მე დღეს მივესალმე აბდექი დემონსტრატიულად ხელი ჩამოვართი იმ ტანით მომცრო ასულს, მაგრამ ისეთი ძალა ვიგრძენი იმის ხელში, რომ მანიცის რა არის რუტინა. დიახ, მეგობრებო, თქვენ წინაშეა ქართული ოცნების დეპუტატი, ქათინაურების ოსტატი და შაქრის ნატეხი ბატონი ლადო კახაძე. ესე იგი პირფერობის ჩემპიონატი რომ ჩავატაროთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ლადო კახაძეს ვერავინ აჯობებს. თვითონ ღარიბაშვილიც კი.
ლადოს პირფერობის პრემიუმ ხარისხია, ხვდებით რაშია საქმე? ბიძინამდე ვერ მივიდა, უბრალოდ ვერ მიაღწია ბიძინამდე პირისპირ დაელაპარაკეთ, რომ ისეთი სიტყვა აქვს მომზადებული, რომ მინიმუმ ვიცე-პრემიერობას ისე გამოარტყავს ხელს, გამოკრავს, რომ მეტი რო არ შეიძლება. უბრალოდ ვერ არა, ახლოს ვერ მიდის რა. არ აქვს ის კანალი გაჭრილი მისასვლელი. თქვენ გონიათ, რომ ეს არის პირფერობის პიკი? არა, მეგობრებო. პირფერობის ნიმუში ბოლოსკენ შემოვინახე. განათლების სამინისტრომ ბიძინა ივანიშვილი მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელობაში შეიყვანა როგორც ქველმოქმედი, მეცენატი და ერის გადამრჩენელი. ამ დამთრგუნველი ინფორმაციიდან ერთადერთი კარგი ის არის, რომ როგორც იქნა ქართული ოცნების წევრებს ერთი წიგნი მაინც ექნებათ წაკითხული. იმიტომ რომ ვალდებულია ხო რომ წაიკითხოს, ბიძინა წერია იქ და ხო უნდა წაიკითხოს. ისე ნახეთ რა ჭკვიანურადაა მე-10 და მე-11 კლასის წიგნში კი არა, მე-9 კლასის წიგნშია ჩასმული. ამ დროს მოსწავლე სადღაც 15-16 წლისაა, ანუ საარჩევნო ასაკამდე 2-3 წლით ადრე, რომ დაელექოს გონებაში და საარჩევნო უბანზე მისულმა სწორი არჩევანი გააკეთოს. მიფიქრეთ, ამბავია აქ ჩადებული. განათლების მინისტრმა მიუმართო, მხოლოდ წიგნებში შეტანა არ არის საკმარისი, ახლა ახალი წელი მოდის და უკვე დროა საახალწლო ზეიმებზე ავაფრიალოთ მარქსის, ენგელსის და ბიძინას დროშები ყველა საჯარო დაწესებულებაში. გამოვიყვანოთ სკოლის მოსწავლეები და ამ დროშების ფონზე ვამღეროთ, ვაცეკოთ, რომლებიც ერთად მერე წაიკითხავენ ლექსს ჩვენს დიდ ბელადზე. იდიდე მარად ბრძენო ბელადო, ერის პროგრესთან მებრძოლო ძია, მამა ჩემს შენი სურათით ზინავს, დედა ჩემს შენი სახელი ჰქვია. აი ესეთი ბავშვებმა უნდა შეასრულონ ესეთი ლექსები. იმავე ისტორიის წიგნში აგვისტოს ომი ძალიან უსწრაფოდ არის აღწერილი, თითქოს ოსებთან ვომოვდით 2008-ში და მერე ჩაერთო რუსები. ფაქტიურად გადასულები არიან უკვე ისტორიის გაყალბებაზე, ასე ნელ-ნელა გვაპარებენ და მივალთ იქამდე, რომ ბოლოს დაწერენ, რომ როგორ ვიყავით რუსეთის შემადგენლობაში, როგორ გამოვეყავით და როგორ ლეგიტიმური უფლება აქვს რუსეთს, რომ ისე უკან მიგვიერთოს. დამიჯერეთ, ისეთი განათლების მინისტრი ყავს. არა მგონია ბიძინას ამ დავალებაზეც უარი უთხრას. არა მგონია, ჩვენ ყავს საოცარი განათლების მინისტრი მინდა გითხრათ. ოპოზიცია მატეხა ხმაური რა არისო ესო, როგორ შეიძლება ისტორიის დამახინჯებაო. ბიძინას რა უნდა ისტორიის წიგნშია, მეგობრებო, ისტორიის წიგნში კი არა, ახალ აღთქმაშიც ნახეთ ვინმე შეიძლება მანდაც იყოს შეყვანილი. კარგად გადააფურცლეთ, კარგად გადაათვალიერეთ და სამება ვინ ააშენა? ამ ხელა კედლებზე ერთი ფრესკას არ იმსახურებს ჩვენი ღვთისგან დაშვიკარი კაცი. ამათი შეჩერება უკვე შეუძლებელია, მეგობრებო, ახლა ბიძინა შეიყვანეს წიგნში, მერე ღარიბაშვილს შეიყვანენ, მერე კობახიძე, კალაძეს, მდინარაძეს, თალაკვაძეს, ამათ შეიყვანენ და ბოლოს საქართველოს ისტორია იცით, რომელი ისტორიული ფაქტით დაიწყება, აი, ბერა რომ ღერის და ირგვლივ ოცნების მაიკებს რო არიგებენ. აი, მაგითაა, ვიღაცებს სამსამი რომ მიაქვთ, სამი რატომ იქონათ, აი, ბევრი რომ მიაქვთ ესე. ოცნების დეპუტატებს ძალიან გაუკვირდათ საზოგადოების პროტესტი და გაკვირებულებმა იკითხეს, რომ მოიცავ რა, აბა არ უნდა იყოსო ბიძინა ივანიშვილო სკოლის წიგნშიო? კი, როგორ არ უნდა იყოს? როგორ არ უნდა იყოს? სკოლის კი არა, უნივერსიტეტის წიგნებშიც უნდა იყოს ბატონი ბიძინა. წიგნი რას მიქვია? წიგნი კი არა, თვით კონსტიტუცია უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი. მე თუ მკითხავთ, საქართველოს დროშა უნდა იყოს ბატონი ბიძინა, ჰიმნი, დამწერლობა, მეღვინეობა, კულტურა, ცეკვა უნდა იყოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს ცა უნდა იყოს. ცა უნდა იყოს ჩვენი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მზე რომელიც ათბობს, ეგ უნდა იყოს, ღამე რომელიც გათენება უნდა იყოს ბატონი ბიძინა. სილაჟვარდე უნდა იყოს. სილაჟვარდე. ვარდი სილაში უნდა იყოს. ლამის სახლში შემოიჭრა თუთა უნდა იყოს. პირდაპირ გეუნებით. ფარნავაზი იყოს კი ბატონო. იყოს ფარნავაზი. ჩვენი წელთაღრიცხვა იყოს. ზეზვა და მზია იყოს, ორივე იყოს ერთად. კი ბატონო. აი ხლაც დავფიქრდი ხო? ჩამო ყველაფერი დაივიწყეთ და მარტო ზეზვა იყოს ხალხო. მარტო ზეზვა იყოს, რა უჭის, იყოს ზეზვა, ეკიდან იწყება ჩვენი ისტორია. ზეზვა! კი ბატონო, დაუყარეთ ამ უნდა ჩემი კუჭი მკორპნები დი რაღაცა. დიდი მადლობა ჩვენ შოუს და დაფარვეთ ბედი გამუნალეთ.